ვლადიმერ ბედუკაძე ხელისუფლების გეგმებზე საუბრობს, როგორც გეგმავდა ხელისუფლება ქართული ოცნების დისკრედიტაციას. მას შემდეგ, რაც მათთვის ცნობილი გახდა, რომ პატიმართა წამების ამსახველი კადრები გამოქვეყნდებოდა. ბედუკაძე იმ სქემაზე საუბრობს, რომლის შედეგადაც ვანო მერაბიშვილი ერთდროულად ჩამოიცვლებდა ახალაიების კლანსაც და ქართულ ოცნებასაც. ასევე ჩაიშლებოდა საპარლამენტო არჩევნების ყოფილი ხელისუფლების მხრიდან პრევენციის მიზნით გადადგმული ნაბიჯები და ახალი დოკუმენტაცია ბედუკაძისგან ნახეთ ჩვენ სიუჟეტში. ვლადიმერ ბედუკაძე ქართული ოცნების დისკრედიტაციის მიზნით ხელისუფლების მიერ დაგეგმილ სქემაზე საუბრობს. დაკითხვის ოქმში, რომელსაც ისავრცელებს გდანის მერვე დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე ყვება, რომ ბედუკაძეს პატიმართა წამების ამსახველ ვიდეო მასალაში ირაკლი ღარიბაშვილი დიდი ოდენობით თანხას თავაზობდა. მთელი ამ სპექტაკლის მიზანი იყო ქართული ოცნების დისკრედიტაცია და როგორც დამნაშავეთა პარტიად გამოცხადება ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებით. მერაბიშვილი ქმედებით იჭერდა ორ კურდღელს, იშორებდა ახალაიების კლანს და დაჯგუფებას, კომპრომეტაციას უკეთებდა ქართულ ოცნებას, იშლებოდა არჩევნები. ბედუკაძე სასჯელ აღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის პატაკსაც აქვეყნებს, რომელიც 2012 წლის 25 აგვისტოთია დათარიღებული. დავით ჭაკუა ყვება, რომ ბედუკაძემ ქართულ ოცნებასთან კავშირი დაამყარა და თანხის სანაცვლოდ მერვე საპყრობილის კონტროლიორ ბორის ფარულავასთან ერთად პატიმრებს სცემდა და ამ ყველაფერს იღებდა. ობიექტივის დამფუძნებელი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ პატაკი ძველი რიცხვითაა დაწერილი, რადგან სააკაშვილმა კადრების გამოქვეყნების შესახებ წინასწარ იცოდა და ემზადებოდა. ეგრეთ წოდებული კარანტინის კადრები, რომელიც ფარულავა აკობიას მიერაა გადაღებულია 24 აგვისტოს. ეს ამბავი, რომ ჭაკუას თქვა ცოდნოდა 25-ში, ცხადია, რომ ჩვენ ყველა ვინც აღწერად ვიყავით ამ საქმის შესახებ ინფორმირებული, უკვე ვიქნებოდით მაგ დროისთვის დაჭერილით, ნაწამებით და მოკლულებით. წამების ფაქტების გახმაურებამდე ხელისუფლების ქმედებებზე საუბრობს სასჯელ აღსრულების მინისტრობის კანდიდატიც. ეთქობა მათ გაიგეს ინფორმაცია, რომ ბედუკაძე გაქცეულია და მას აქვს ვიდეო მასალები, შესაბამისად გავუშვათ რაღაც ეჭვები და დაიწყეს უბრალოდ პრევენციისთვის ესეთი პატაკების წერა. ბედუკაძის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტები არ უნახავს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ კომენტარს საქმეში გარკვევის შემდეგ გააკეთებს.